ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების და იუსტიციის სამინისტროების შეთავაზებით საჯარო თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება ჯარიმით უნდა ისჯებოდეს, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა პირის მიმართ არ უნდა განხორციელდეს. ჯარიმის ოდენობა $270. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება. საჯაროდ მარიხუანას მესამედ მოწევისთვის პირი ხელისუფლების დაკვირვების ქვეშ მოექცევა და მხოლოდ მეოთხედ დაკავების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. სამთავრობო გეგმით ჯარიმებით მიღებული შემოსავლები ნარკომანიის საკითხებზე საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება. ისრაელი კი ახლო აღმოსავლეთის პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა. ამასთანავე ისრაელი მსოფლიო ლიდერია მარიხუანას სამედიცინო ბიზნით მოხმარებაზე ჩატარებული კვლევებით. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით სამედიცინო მარიხუანის მიღების უფლება ქვეყანაში 25,000 ადამიანს აქვს. ბევრი მათგანი ონკოლოგიური ავადმყოფობებით არის დაავადებული. კანაბისი კი ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ექიმთა აზრით ფიზიკურ ტკივილს და ნერვულ დაძაბულობას დროებით ხსნის.